არ უეჭოლებს. რა არის, სად მომიყვანე რა? რა გინდა ბიჭო, რა გჭირს? შენ რასად მოგიყვარე? რა გჭირს? გამაგებინე. ხო გითხარი რომ დღეს გამოდის ის გოგო დებიუტი რო აქ იმენა სასწაული ნაშაო ბიჭებმა, რა შეყვასო ეს იმენა გაგაგიჟებსო ბიჭო. არ მინდა რომ გამაგიჯოს და წავიდეთ რა არის? სად უნდა წავიდე? სახში წავიდე. ამინდა სახში ეხა იწყება ბიჭო, რა გჭირს შენ? ეხლა და მოეშვი ცოტა თქო გეუნები და მიწექი რა ვაფშე ნიკუშ რა. ნახე მინი ჩაიწია იქეთ, ჩაიწია, მე აქეთ ჩამოვიწევი, აქ ადგილი დავტოვოთ, ჩვენ მივწვეთ რა. ვინ ველოდებით კიდე თუ რა არის? ბიჭო, კი არ ველოდებით. ის გოგო ხო დაიწყებს ცეკვას. ხო და იქიდან ჩვენ რომ დაგვინახავს, უკვე ჩვენსკენ წამოვა, გაიგე? ჩვენსკენ რომ წამოვა რაღაცა 1-2 და აქ ჩავისვამ შუაში, გაიგე? შენ იქეთ, მე აქეთ შუაში თაიგული რა, ხო ასე ხარ. კაც შეგენ მე ვიცი რა. დავაი. ვაიმე. ხო არ დავაგვიანე? გამარჯობა რა. ხო არ დავაგვიანე. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო რომ ადგილი შემინახეთ, თქვენ გაიხარეთ. რა ხდება, დაიწყო? უკაცრავად ხალბატონო, პირველ რიგში მიმბრძანდებით და მე მეორე აქ რასაკეთებთ ამ ადგილას, რატომ დაჯექით, რა ხდება რა. ჩემი შვილი გამოდის დღეს ცეკვავს პირველად. ყველანაირი საქმე გადავდე დედიკო, ყველანაირი ამ ღონისძიებას დავსწრებელიყავი. შენ გენაცვალოს დედაში. ხო იცი ბავშვისთვის რა მნიშვნელოვანია, როცა დედა ესწრება და დედა ტაშს უკრავს. რა თქმა უნდა. დედა ვარო და წავიდეთ რა. ვიცი ბიჭო, მიწექით ხო შენ ხო გითხარ. რა მაინტერესებს? ის დებიუტი რომ აქვს დღეს ეს მაგარი გოგოაო რომ ამბობენ. დედა ხართ მე? ჩემი შვილია კი ბატონო. რას ლაპარაკობ? ანუ ლეგენდები დადის უკვე ჩემ გოგოზე, ხო რომ მაგარი მოცეკვავია. მაგას ენაცვალოს დედა, ნიჭიერი ბავშვია რა, სუ თავისით მიაღწია ყველაფერს. მე რა მაინტერესებს? უხერხულობას არ გიქნით თქვენ რომ თქვენი შვილი ანუ სტრიპტიზი ორი რო არის ანუ რას ლაპარაკობ გენაცვალებით ანუ რატო დედიკო რატო იძახით მაგას ეს ისეთი შემოსავლიანი სფეროა რომ რას ლაპარაკობ რა უხერხულობას ის უფრო მიქმნის ქართულის პედაგოგი რო ვარ და სამასელე რომ აქვს თვეში ხელფასი ისიც ორად გაყოფილი და რამე თქვენი დედის პოზიცია გავიგე როგორც დედა თქვენი პოზიცია და მამა რას ფიქრობს გოგოს მამა მამამისი დედა არ მიხსენო მამამისი ისეთი მკაცრი კაცია ისეთი რომ გაგიჟდებით რა ესე იგი რა ვიცი სიტყვას ვერ შეუბრუნებ არ არსებობს მამამისმა რამე თქვას რომ ის გადათქვას აჰა აი რო თქვა რომ ჩემი გოგო სტრიპტიზორი უნდა გამოვიდესო всё თქვა და გააკეთა კიდევაც უმკაცრესი ადამიანი გეხვეწებით იყოფილი გაჩერდი ბიჭო მიწექით ხო გაშალე ხელები მიწექით იწება მაყურებინე ხეხლა რა მაყურებინე მიდი დედიკო მიდი აბა ჰეო არა ტემპი 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 ეგარი ვაი შენ გენაცვალო დედაშვილო აი ეს რა კარგად გააკეთა ბავშვმა ყოჩახ დედიკო ყოჩახ რა ისია ეს ვერ მოვიშორე რა ეს გამეორება ეს ბახშიც ლექს რო კითხულობდა მე ვიდექი ეს და თან ვიმეორებდი ტუჩებს ვაბოძრავებდი გენაცვალო ვალადი რა მაგარი ბავშვია რა ძალიან მაგრად ცეკვავს ძალიან ყოჩახ თქვენ რა ყოჩახ რა გეგონა თაბა ვაიმე ისე იმდენი შრომა მაქვს ამაში ჩადებული სულ რეპეტიციობდა ბავშვი გამუდმებით სახშიც რო არ ჩერდებოდა რა ის კი არა ავტობუსში რო ავდიოდით ბავშვი კი არ ჯდებოდა არა ეგრევე ბოძზე იწყებდა მუშაობას და ვარჯიშს ამასიათ მანქანა უყიდეთ ხო და პირველივე ბოძი რომელიც შემოხვდა იმას შემოეხვია პატრული რომ მოვიდა გაგიჟებული იყო რომ ეს რა სილამაზიაო ისე იყო ბავშვი შემოხვეული სულ თავისით ვინმე კი არ უთხრა ნიკუშ ნახე ბიჭო რა სტრიალებს ბიჭო დედა მიდი ძალიან მაგრა ტრიალებს აი მე თქვენ სამზარეულოში უნდა ნახოთ რა საკეთებს მარტო ანუ გემრიელ კერძებს ამზადებს? არა, კერძებს მე ვამზადებ, ძირითადად თვითონ ბოძზე ტრიალებს. სახლში გაქვთ ბოძი? დიახ, ბოძი გვაქვს დამაგრებული თვითონ სამზარეულოში და იქ ვარჯიშობს. მამამისმა დაუმაგრა, იცოდეთ, სამსახურში ვერ ახერხებდა სიარულს და ამიტომ დაუმაგრა, რომ იქნებო რაღაცა ინდივიდუალურათო ივარჯიშო. დისტანციურათო. გენაცვალოს დედა. აი ხლა ქთული ილეთი ბავშვს. მიდი შვილო, 1 2 3 4 5 6 7 8 როგორც გითხარი 1 2 3 4 აი ახლა აბა ქვევით წავიდა დახარე თავი
5 6 7 8 ყოჩახდედა გადარჩა თავი არ დამარცხე ეგ არის სადმოყვანე დაგინდა ვინ არის ეს ხალი ბიჭო ვინ არა რავი დედა ვარო და ვინ იქნება დედა რა დედა გიჟია ვიღაცა რა დედა არა მე რომ ვაკვირდები სხვათა შორის დედა არის რა დედა უეჭველი დედა დამიჯერე ვაკვირდები დედა ბიჭო გავჭი შენ ბიჭო რა იყო რა დაგემართა რა არის ვერ გავიდი მომისმინე შენ აი ხა ეს გამომართვი ხო და აი ეს გამომართვი რა დეკი და ჩაუკუჭე მიდი ბიჭო მოეშვი ცოტა და გათამამდი ნერვებს მომიშვა დავაი მიდი გელოდები 5-იანზე გააკეთა ბავშვმა ყველაფერი. აი შეხედეთ რა, 5-იანზე გააკეთა ყველაფერი ენაცვალოს დედა. არა, მართლა ძალიან ნიჭიერი მყავს. თქვენს ხო უყურებთ არა? მართლა ძალიან ნიჭიერი მყავს რა. ეს დაბამამისი თავს რო იგიჟებდნენ, რომ ისა რა ქვია, იცეკოსო ბავშვმა. თავიდან კი არ უჯერებდი კაცო, ხა რა უნდა იცეკოს თქო, მაგრამ ვაიმე, გვარის დალოცვაზე რო, ამან იცეკვა? და აი ბიჭები რო წამოდგნენ ფეხზე და ტაშის დაკვრა რო დაიწყეს, მაშინ მივხვდი რომ ეს ბავშვი აი ამ ცეკვით იცხოვრებდა. აბა? ქალბატონო, აი ეს რო თქვენ რო ვაიმე, როგორ გეკადრებათ, დედიკო, რას ლაპარაკობთ? მიდი და ჩაუკუჭეთ იმას. რა ადგილასაც გესიამოვნებათ, ის უფრო გაუხარდება. არა, თქვენ რო მიცეთ, ოღონდ უთხარით რომ ჩემგან არის. კარგი. რა ჩემგან არის? რა გჭირ შენ მოეშვი. ცოტა რა ჩემგან არის? შენ უნდა მიუეცი და ჩემგან არის. მიუეცი და ჩემგან არის. ბიჭო რა მიეცი და ჩემგან არის? შენ უნდა ადგე და ეს მეხვიდე ძერს კარდა ჩაუგები. მიდი დედიკო, შენ რო იცი ისე გააკეთე ბოლო მოძრაობაც. 2, 3, ეგ არის ყოჩახ. რაკეთა ეს როგორ გააკეთა? აი აქ მე საოცარი გოგო გყავს. სოფლები ხო საოცარი. ენაცვალე. თვითონ გოგოს საოცარი. აბარა. დედა ფეხზე დგას ხალხი. იკუშ. სამღერა რაღაც დავლიოთ ცოტა წამოჭავართ. ენაცვალე. თქვენ თქვარ მირთმევთ რამე? არა, დედიკო არ მინდა მადლობა. გამოდი. არ მინდა. აუ რა გოგოა, აუ სასწაულია. აი ეგრე დედა, აბა. დახიე ყველა უკან. რაღაცა ფული შევაგროვე და გეხვეწები აღარ მინდა ეს სტრიპტიზი რა გთხოვ. ვაიმე. ეს მაინც ჩავაბარებ სამედიცინო. ენა გააჩუმე ეხლა. ხო. გასიძახი გოგო, მამა შენმა რო ეგ გაგიგოს, ხო იცი რომ გაგიჟდება კაცი და მე იმას ვერ დავაწყნარებ. ხო, წელს. არ გაიგოს გოგო, წადი მიდი ეხლა. ხო, სამედიცინოზე კარგად გინდა სწავლა და მაგ ფულით რას ჩააბარებ, არას მოემზადები. მიდი აბადროზე, ეხილები როგორ გითხარი? 1 2 3 4 გოგოებო, ჩემი შვილია რა. გაამხნევეთ ეთი რა. მიდი დედიკო.